მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. აპოკალიფსზე ბევრს საუბრობენ მთელ მსოფლიოში. ზოგს ეშინია ამ მოვლენის, ზოგი ადამიანი კი ხსნას ხედავს მასში. აპოკალიფსი არ არის მხოლოდ სამყაროს დასასრული, როგორც ამას ბევრი ფიქრობს. ეს არის სიბნელის უკან დამალული სინათლე. ეს არის სიმბოლო დიდი ეპოქალური ცვლილებისა, შინაგანი და გლობალური გარდატეხისა, რომელიც იწვევს ძველის დანგრევასა და ახლის დაბადებას. ბერძნულიდან თარგმანში სიტყვა აპოკალიფსი ნიშნავს გამოცხადებას, დაფარულის გამჟღავნებას, ანუ იმ სიმართლის წინაშე დადგომას, რომელსაც კაცობრიობა დიდხანს გაურბოდა. უძველესი ცივილიზაციები ატლანტიდა, ლემურია, ეგვიპტე, მაია, ძველი ინდოეთი ყველა საუბრობდა დედამიწისა და მთელი კაცობრიობის ერთი ეპოქიდან მეორეზე გადასვლის დიდ ციკლზე. ამ გარდამავალი პერიოდის თანმდევი ფენომენი სწორედ აპოკალიფსია, არა როგორც მხოლოდ ფიზიკური კოლაფსი, არამედ როგორც ცნობიერების დიდი ტალღა, რომელიც ანგრევს ილუზიას და ამჟღავნებს დაფარულს. მითოლოგიაში აპოკალიფსი ხშირად უკავშირდება ქარიშხლებს, ცეცხლს, გველებს, განკითხვის დღეს, მაგრამ ეს სიმბოლოებია. ცეცხლი ნიშნავს ტრანსფორმაციას, ქარიშხალი ენერგიის გაწმენდას, გველი ნიშნავს განახლებული სიბრძნის ამოსვლას. სულიერი აპოკალიფსი არის ფსიქოლოგიური სარკე, რომელიც აიძულებს ინდივიდს და მთელს კაცობრიობას გაიხსენოს თავისი ღვთაებრივი წარმომავლობა, თუ ვინ ვართ სინამდვილეში, რას ვქმნით ჩვენი აზროვნებით, როგორ სამყაროში გვსურს ცხოვრება. თანამედროვე ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, კვანტური კომპიუტერები ქმნიან პლატფორმას, რომელიც შეიძლება გახდეს დაღუპვის ინსტრუმენტი, ან ცნობიერების ამაღლების ინსტრუმენტიც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს მას ადამიანი. აპოკალიფსი არის წერტილი, სადაც ქრება ძველი მმართველობა, მექანიკური ცხოვრებისა და განცალკევებულობის ერა და იწყება ახალი, ერთიანობის, სიყვარულისა და კოსმიური სიბრძნის ეპოქა. დღევანდელი მსოფლიო სწორედ ამ პროცესშია. სისტემა ირღვევა, ძველი სტრუქტურები ინგრევა, რეალობა ხშირად ქაოტურად გვეჩვენება, მაგრამ ეს ქაოსი ახალი ცნობიერების დაბადების წინა ეტაპია. აპოკალიფსი მოქმედებს როგორც კატალიზატორი, რომელიც აიძულებს ადამიანს გამოიღვიძოს, გააცნობიეროს თავისი ნამდვილი ძალა, კავშირი ბუნებასთან, სამყაროსთან და ღვთიურ წყაროსთან. ეს გარდამტეხი პერიოდი ტკივილისა და კრიზისის ფონზე გვაძლევს ახალ დონეზე ასვლის შანსს. აპოკალიფსი გვასწავლის, რომ მხოლოდ სიმართლით მიღებით, შინაგანი გარდაქმნით, უპირობო სიყვარულისა და თანაგრძნობის განვითარებით შეუძლია კაცობრიობას შექმნას ახალი, გაცნობიერებული ცივილიზაცია. აპოკალიფსი არის ადამიანის გამოცდა მდგრადობაზე. არჩევანი ჩვენზეა, ვიცხოვრებთ ეგოს კარნახით და ჩავიძირებით შიშსა და დაპირისპირებაში, რომელიც გარდაუვალ დაღუპამდე მიგვიყვანს, თუ ვიმოქმედებთ სულის კარნახით და აღვდგებით უპირობო სიყვარულით სინათლეში. გისურვებთ ბედნიერ ტრანსფორმაციას. ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და გააზიარეთ. მოდით ერთად გავავრცელოთ სინათლე.